ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრა ელისაბედ რულოვსმა დღეს მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა ერთდროულად ზუგდიდის რამოდენიმე სოფელში გამართა. მათ შორის ერთ-ერთი სოფელი იყო ოდიში, სადაც კანდიდატმა სოფლის მცხოვრებლებს საკუთარი გეგმები გააცნო და სოფელში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. ასევე მოსახლეობისგან არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია მიიღო. თქვენი იმედი გქონდა ყველას. ვინც ოდა აგვაწევს, ისი იმედი მაქვს შილო რა ვქნა. მე არ ვიცი დაპირებები კი არის დღეს ხვალ, მაგრამ არაფერი არ კეთდება. ვნახოთ თუ რამე მოგვიტანს ეს ახალი მთავრობმა. მერთმა ხელი მოუმართოს და ჩვენც ველოდებით კარგს. მოგწონს ყველაფერი და ვენდებით ამას, ვენდობით ამ ნაციონალურ მოძრაობას. ხარ დამჭერილი ვართ ყველანი. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შემდეგი შეხვედრა სოფელ დარჩელში შედგა, სადაც მას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ემოციური და ხალხმრავალი დახვედრა მოუწყვეს. ქვეყანა კრიზისშია, ძალიან შევცდი, რომ ამ 4 წლის მანძილზე პოლიტიკაში არ ჩავერთე, განაცხადა სანდრა რულოვსმა. მე ნამდვილად გრძნობი მუხც, რომ ეს ძალიან დადებითია და ენერგიას გვაძლევს, რომ კამპანია კიდევ გავაგრძელოთ და კარდაკარ ვიაროთ ყველა სოფელში. უკვე ყველა სოფელში ვიყავით ასე მოსახლეობასთან ასე ვთქვათ გასაცნობი შეხვედრები ქონდათ, მაგრამ ასევე გვინდა რომ თითოეულ ოჯახში, საამქროში, პოლიკლინიკაში და ყველგან ვიაროთ, რომ ვნახოთ რა არის დღევანდელი სიტუაცია, რას ელიან ჩვენგან, როცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, მოვდივართ ხელისუფლებაში. ხართ უჭერთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ჩვენ ხართ უჭერთ ხალბატონ სანდრა რულოვს, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ის 2004 წელი რა იყო საქართველო, რა იყო სამეგრელო და ეხლა რაც დაამგვანა ბატონმა მიშამ, რომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და რასაც ვერ მოასწრო, გააკეთებს ხალბატონი სანდრა, იმედია. აუცილებლად ჩვენ ხართ უჭერთ, ჩვენ გვინდა მუშობა, შემოყვარს ცეთი ხალხი აქანენ. და სულ ყველა ამაზე დამოკიდებული მაგნებზე რაც მეთქოთ ასე თუ გამოვიდა კარგია. ჩვენ მაგნებთან ვიქნებით. ნაციონალური მოძრაობა გვიყვარს და ვისურვებთ რომ გავიმარჯვოთ. ველოდებით სიკეთეს. ნახოთ, ბევრი კარგი გაუკეთებიათ და ღმერთის წყალობით გამარჯვება გვენახა. ვენდობით და იმედი გვაქვს რომ რაც პროგრამაშია გააკეთებ ყველაფერს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სანდრა რულოვსი სოფლებში კარდაკარ შეხვედრებს განაგრძობს.